რეგიონის დროით. გადაცემას წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ჯიპაკის პროგრამის მხარდაჭერითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მოგესალმებით თქვენ უსმენთ გადაცემას რეგიონის დროით FM 104.4-ზე მე მისი წამყვანი ხატია ჯამალაშვილი ვარ. თქვენ შეგიძლიათ 40 წუთის განმავლობაში გვისმინოთ და რეკოთ პირდაპირ ეთერში დასვათ ნებისმიერი სახის კითხვა და ისაუბროთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე. დღევანდელი გადაცემის თემა მოუწესრიგებელი საგზაო ნიშნებია რეგიონებში. ეს პრობლემა თითქმის ყველა რეგიონს აწუხებს და წლების განმავლობაში მოგვარებელია. ნიშნები არ დგას არც ცენტრალურ გადასასვლელებზე და არც სკოლებთან, სადაც ბავშვების უსაფრთხოება მძღოლების ხებულობაზეა დამოკიდებული, რაც აპირებს მთავრობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამ თემაზე სასაუბროდ სტუდიაში მოვიწვიეთ არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ბატონი ირაკლი იზორია და ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში ბატონი რობერტ იანტბელიძე. ასევე გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში ჩაგორთვებიან განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარი ჩიქობავა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ნათია ვაშალომიძე. თუმცა ვიდრე უშუალოდ თემის განხილვაზე გადავალთ, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ჩვენი კორესპონდენტის ანი არჩოტის მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც ვრცლად არის საუბარი თემის შესახებ. მაფრთხილებელი, პრიორიტეტის, ამკრძალავი, მიმთითებელი, საინფორმაციო მაჩვენებელი, სერვისის და დამატებითი ინფორმაციის ნიშნები. ეს სტანდარტების მიხედვით 7 ჯგუფად დაყოფილი საგზაო ნიშნებია, რომლითაც მძღოლი და ქვეითად მოსიარულეები ხელმძღვანელობენ. სტანდარტების მიუხედავად ქალაქ ოზურგეთში არასტანდარტულად მოძრაობენ. სატრანსპორტო ქაოსი გზებზე საგზაო ნიშნების არარსებობამ წარმოშვა. ქალაქი, რომელიც მძღოლებს გზებზე არსებული საშიშროების შესახებ არ აფრთხილებს და მოძრაობის მონაწილეებს თავისუფალი მანევრის საშუალებას აძლევს. ამბობენ, რომ გზაჯვარედინის სავალი ნაწილების გადაკვეთის და გზის ვიწრო მონაკვეთის გავლის რიგითობას თავად არეგულირებენ. ქალაქის სტუმარი კი გზის არცოდნის გამო თვითნებურად გადაადგილდება. ნიშნების არარსებობის გამო მოძრაობის დარღვევა უწევთ, რის გამოც საპატრულო პოლიცია ჯარიმებს უწესებს. ისინი საგზაო ნიშნების აუცილებლობაზე საუბრობენ. გვინდა ნიშნები რო იყოს, გვინდა საგზაო ნიშნები და სვეტაფორები გვინდა, მაგრამ ნიშნები არცად არ არის. გზაზე არ არის, აგერ თავარი გზაზე მიდიხარ და არ ჩანს რომელია მთავარი გზა არის ის. ვისაც ვაგვირდებით მანქანა მოდის. ჩემი გზაი იმას ვატარებ მაინც, ხო? მაგრამ სტუმარი რო ჩამოდის, არა, იმან არის ის, ნაკი ჩვენ რომ ვიცით რომელი, არ გაგვაქვს, ნაკი ვატარ. უნდა იყოს აუცილებლად. ამას წინა დამაჯარეს, იმიტომ რომ არ იყოს საგზაო-ნიშანი, ან თუ არის, ყეებში არის შემალული და ეს ალბათ კეთილმოწყობის სამსახურის ბრალია და აუცილებლად უნდა მიხედოს მაგ საქმეს. ქალაქში ერთი შუქნიშანია დამონტაჟებული, რომელიც უფუნქციოა. გზაჯვარედინთან და ქვეითთა გადასასვლელთან მოძრაობა შუქნიშნით არ რეგულირდება, რაც სატრანსპორტო გადაადგილების უწესრიგობას იწვევს. ბილიკი გზის მონაკვეთზე, სადაც მოძრაობის უფლებას მხოლოდ ქვეითებს რთავს, საჭიროების მიუხედავად დახაზული არ არის. შესაბამისად, მოძრაობა სატრანსპორტო საშუალებებს არ ეკრძალება. მათი უკონტროლო და შეუზღუდავი მანევრი კი მოსახლეობის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავს. სახიფათო მონაკვეთამდე არც დასახლებულ და არც დაუსახლებელ პუნქტში მაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს ბავშვების შესაძლო გამოჩენას აფრთხილებს, არ დგას. აქ სიჩქარის სიდიდეს მძღოლი თავად განსაზღვრავს. კანონი უწესებს, მაგრამ ქალაქი გზის მოცემულ მონაკვეთზე რეკომენდირებულ სიჩქარეს არ უჩვენებს. მოქმედება მისთვის წესის მიუხედავად არც უახლოეს გზაჯვარედინამდე და არც გზაჯვარედინის შემდეგ ვრცელდება. ქალაქის ტერიტორიაზე არსად არ არის დახაზული ზებრა, ანუ ფეხით გადასასვლელის მივანიშნებელი ადგილი. არ არის მინიშნებები, სად არის ჩიხი და სად არის ქუჩა და ძალიან ხშირად არ არის ამისთვის უცხო ადამიანისთვის არის ძნელი ამის გარკვევა. უკვე გადაშლილია პარკირების მოსანიშნე ადგილები, არ ჩანს სად არის ღერძულახაზი და სად არის გასწრების საშუალება. ფეხით მოსიარულეების უფლებები, იმიტომ რომ არ არის გარკვევა. იმათაც არ იცის, სად შეიძლება გადასვლა, სად არ შეიძლება გადასვლა, სად შეიძლება იყოს უფრო თავისუფლად, სად არის მანქანის ცავალი ზოლი, ხშირ შემთხვევაში სად არ არის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ინფრასტრუქტურის საკითხებში გიორგი გურჯუმელიძე რადიო 1-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გამგეობა საგზაო ნიშნების საკითხზე მუშაობს და უახლოეს პერიოდში ქალაქში შუქნიშნები დამონტაჟდება და აგრეთვე დაიხაზდება საგზაო მონიშნები. ეს თუთია გამოვიდა საკრებულოს ხდომიდან, რომელიც მიმდინარეობდა მიღების მუნიციპალიტეტის კონტრდარბაზში, სადაც განხილული იყო აღნიშნული საკითხი. მიღებული იქნა გადაწყვეტილება
ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობის მოწესრიგების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით საგზაონიშნების დადგმის შესახებ და დანარჩენთან დაკავშირებით მოწვეულია სპეციალისტი, რომელიც შეგრძნებით იქნება ერთთვიანი დანიშნული მუნიციპალიტეტის გამგოში როგორც კონსულტანტი და ის უზრუნველყოს მთელი ქალაქ ოზურგეთის რა საგზაონიშნებია საჭირო, რა მონიშნები უნდა იყოს ქალაქში გაკეთებული, ამის თემატურ წარმოდგენას და უზრუნველყოფას. ჩვენ და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას. შემდგომში ჩვენ უზრუნველყოფთ შესაბამისი სახსრების გამოყოფას და ამ ყველა პრობლემის მოგვარებას. ეს დაკავშირებულია იმასთანაც, რომ ეს არის ჩვენი პირდაპირ უფლება მოვალეობა და მეორეც კიდევ უახლოეს ხანებში ჩვენთან შემოდის საპატრულო ოფიცერი მათ რეკომენდაციაც იყო. ჩემი მოსაზრებით თითქმიანი მუშაობა ჭირდება აუცილებლად სპეციალისტებს, როცა დადონ ეს სქემატური ნახაზები, სად რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ერთი თვის შემდეგ ჩვენ შესაბამისად ინფრასტრუქტურის მუხლიდან, სადაც გვაქვს ბიუჯეტში, მომავალში შესაბამის სამუშაოებზე შესაძლოა ტენდერს და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ უკვე დაახლოებით 3-4 თვე ჩემი მოსაზრებით. კანონი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის, უსაფრთხოების, უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს ქალაქ ოზურგეთში დარღვეულია. აქ არც ერთი ნიშანი არ არსებობს, რომელიც მძღოლებს, ვალდებულებებს, შეზღუდვებს და სპეციალურ აკრძალვებს უწესებს. თქვენ მოისმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ანი არჩოძის მიერ მომზადებული სიუჟეტი, თქვენ ისევ საზოგადოებრივ რადიოს და გადაცემას რეგიონის დროით უსმენთ. თქვენ გადაცემის ონლაინ რეჟიმში ყურებაც შეგიძლიათ, ამისთვის უნდა მოძებნოთ რადიო 1.G და აირჩიოთ ფუნქცია ვიდეო ჩვენება, ასევე დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში ნომრებზე 2409192 ან 2409292 და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვები. ბატონო რობერტ, თქვენთან მექნება პირველი კითხვა, გადავიდეთ უშუალოდ თემის განხილვაზე. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ პრობლემის შესახებ? მე იცით როგორ მიმაჩნია რომ ცოტა რომ პატარა ექსკურსია ჩავატაროთ ჩვენი რადიო მსმენელისთვის არ იქნება ურიგო იმდენად პრობლემატური და იმდენად საინტერესო თემაა რომ ოდნავ შევაწუხებ ჩვენს რადიო მსმენელს და ცოტა ისტორიიდან დავიწყებ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ავტომობილიზაციის განვითარების პირველივე ეტაპზე საგზაო ნიშნების მოფიქრება და დადგმა. ჩვენ ვიცით რომ ავტომობილიზაციის ერა იწყება მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან, 1895-86 წლებია და უკვე 1909 წელს 4 საგზაო ნიშანი პარიზში კონფერენციაზე ევროპამ აღიარა 4 საგზაო ნიშანი მძღოლებისთვის სავალდებულოდ. ეხლა რატო გავიხსენე მე ეს ისტორია? 150 წლის წინ უკვე იფიქრეს ევროპაში რომ მძღოლების მოძრაობას აუცილებლად ჭირდებოდა საგზაო ნიშნები. ეხლა უსმენდი ოზურგეთის გამგებლის მოადგილეს და ეხლა იმის თქმა რომ ესენი ფიქრობენ რომ უნდა გააკეთონ დიდი ხანია წასულია მატარებელი ოზურგეთში და საერთოდ რეგიონებში. ეს ხალხი იქ რითი ცხოვრობს და რანაირად მოძრაობს ეს მძღოლები მე აი გაოცებული ვარ. ერთია რომ პატრული აწარმოებს ზედამხედველობას და ჯის დაამორჩილებს მძღოლებს, მაგრამ მეორე რომ სახელმწიფო სტრუქტურა არღვევს თვითონ გესმის სახელმწიფო სტრუქტურა ძირშივე არღვევს თავის ფუნქციას არასრულებს. ამ მძღოლს არ არის მარტო ოზურგეთელზე ლაპარაკი, ჩავიდა ამერიკელი ელჩი, ინგლისელი, მთელი მსოფლიო საქართველოშია. ხო უნდა კონდეს ოზურგეთში თუ ახმეტაში თუ ჩხოროწყუში პრიმიტიულ დონეზე სკოლასთან როგორ შეიძლება არ იდგას საგზაო ნიშანი. კანონი გვეუბნება რომ სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან 150 მეტრ მანძილამდე ადრე ვალდებულია მუნიციპალიტეტი დადგას საგზაო ნიშანი. რა პრობლემაა რომ თქვათ სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან ის ქვეითი რომაა დახატული და ბავშვები რომაა დახატული ის რო დაუდგან. ესენი მე ვფიქრობ რომ ეხლა იწყებენ გამოგვიძებას ქვეყანა უკვე წინაა წასული და საფრანგეთი, ინგლისი და სხვა ქვეყნები 4 და 5 უზარმაზარი კვლევითი ინსტიტუტებით მუშაობენ, გადგეთ იმდენად მეცნიერულია ეს მიდგომა. ამიტომ მე ვამბობ რომ გადაცემა კარგია, ძალიან საჭიროა, პრობლემურია ყველაფერი, მაგრამ ცოტა უფრო მეტი ტემპია საჭირო ადგილზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისთვის გამოსაფხიზლებლად რომ ძალიან ჩამორჩენილები არიან ამ დარგს, ამ მიმართულებას და თუ ეს სასწრაფოდ არ დაიდგა და თუ აქ არ დაიხარჯა თანხები, ჩვენ მივიღებთ ბავშვთა ტრავმატიზმის საკმაოდ მატებას
და არა მარტო ბავშვთა ტრავმატიზმის, საერთოდ ავარიების მატებას მივიღებთ. რეგიონებში ისეთია ჩემი აზრი. ბატონო რობერტ, მსმენელი ყავს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. ალო. დიახ, მოგესალმებით, მადლობა რომ დაგვეკავშირდით. ჩოხატაურის რაიონში არის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი ზემოხეთი და თხილაგანი. სადაც არ არის მისასვლელი გზა, საჭამია სერის მერე, არის სულ რაღაც 4 კილომეტრი საკეთებელი. ვინჩივის საგზაო ნიშნებს. საგზაო ნიშნები კი არა, აი მისასვლელი რო იყოს, რომ თბილისის სამარშრუტო ავტობუსი მიდის საჭამია სერამდე. მერე გვიწევს ფეხით ასვლა. და ნუ თუ არ შეიძლება ამის გაკეთება, სულ რაღაც 4 კილომეტრი რო გაკეთდეს. სანიაღვრები არის ამოსასუფთავებელი და მოსახრეში. დიდი მადლობა ზარისთვის. ჩვენ საგზაო დეპარტამენტის მოწვევაც გვინდოდა სტუდიაში, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მონახეს დრო იმისთვის, რომ მოსულიყვნენ ჩვენთან გადაცემაში. ბატონო რობერტ, თქვენ ამბობდით, რომ სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა. ჩვენი გადაცემაც ამას ეზღუნება, რომ დაისვას ეს პრობლემა, მაგრამ თქვენი აზრით პირველ რიგში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ელემენტარულად თუნდაც სკოლის ან საბავშვო ბაღის წინ გაკეთდეს ეს ნიშნები, ან თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამისთვის სახსრები არ აქვთ ელემენტარულად. თვითმმართველობას რეგიონის ყველა გამგებელი ვალდებულია ადგილზე რეგიონში რესურს ცენტრებთან შეთანხმებით მიიღოს რესურს ცენტრებისგან, ანუ ძველად მაგას განათლების განყოფილებას ეძახდნენ. რესურს ცენტრებისგან უნდა მიიღოს სკოლების ჩამონათვალი მისამართით და შემდეგ წარადგინოს ჩვენთან ინფრასტრუქტურის სამინისტროში და გამორიცხულია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ შემთხვევაში უпростоრად რო თქვა გასაგებად გზების დეპარტამენტმა რომ რამე თანხები არ გამოყოს ამ ნიშნების დასათქმელად. ეგ არის წარმოუდგენელი რაღაცა. მე როგორც ვიცი, არ მიუმართავთ ამდენი ხანი. ჩემი აზრით, საერთოდ გამგეობები ამ საკითხს არაფერს ყურადღებას არ აქცევენ, თორემ მე წარმოვიდგინე, რომ ეხლა თქვათ აი ამ შემთხვევაში ნარმანიას უწყება, ეხლა იმდენ რაღაცას აკეთებს, რომ რო ყოფილიყო რაიმე სახით მოთხოვნა, აუცილებლად დადგავდნენ ამ ნიშნებს იქ. დიახ, სამწუხაროდ ეს კითხვა ღიარჩება ისედო ისევ, იმიტომ რომ სტუმარი არ ყავს მოპასუხე. ზარი გვაქვს ეთერში და მე თქვენ ბატონო ირაკლი თქვენთან გადმოვაკითხოთ. მოგესალმებით. ალო, მოგესალმებით, გამარჯობა. თქვენ სტუმრებს. შევუკადო, მე გაწუხებთ დიღმის პირველი კვარტლიდან, სამართველოს ჩასახურთან, რო არის საეკოსკის ძეგლის პირდაპირ. ბატონო ირაკლი, მე ვიყავი ბატონ ლევანისთან გამგებელთან, მე-4 წელია დავდივართ. ჩვენ დავდივართ ქუჩაში, სადაც მანქანები მოძრაობენ. იცით არის ზედ აი ხოთაშოვის საბავშვო ბაღი იყო ადრე აქ. თქვენ მეგონი მოგახსენებთ ეს სამართველოს რო ჩამოუხოთ. ვიცი მე კარგად. ჩვენი ესე იგი გუშინ წინ, აი ზუსტად აი ხა შემთხვევით ჩავთე რადიო და რომ მოვიშნე სიხარულსაგან არ ვიცი სასვეწიე. ბატონ ლევანისთან ვიყავი გამგებელთან, ვეუბნები და ვანახე კიდევაც ჩემი გადაღებული ვიდეოზე მაქვს იმას ტელეფონით გადავიღე, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მოდიოდა თავის მეუღლესთან ერთად, ახალგაზრდა ბიჭი. უკან მოდიოდა სასტრაფო და მე მოდიოდა რაღაც BMW და უცებ რა გაკეთე იცით გამატარე გინათავ სად გაგატარო ეს ბიჭი ეუბნება მანქანები ბატონო ირაკლი ამ ტროტუარზე ჩვენ ვეღარ და 4 წელი და ლევანისა შევიდა ვეუბნები ლევანი შენ შემოგევლე მეთქი მე მაქვს სახში 20 ცალი პატარა ნილი რომელიც აი მე მოგეხმარები ღამე მოვიდეს თქვენი მუშები და ჩაარჭონ რომ არ მოვიდეს და არ დადგეს მანქანები ვეუბნები იცით რა ადა კიდე რა უნდა მეთქი იმაში პატრულში აი ზიღომში რო არის ერთი ნიშანი დაარჭოთ ხახნო რომ აქ არ შეიძლება მანქანების გაჩერება და პასუხი მიიღეთ იცით რა ვიცი კი ეხლა მას გავაკეთებო რა სისულელიაო ეხლა თან ეხლა გზები იყო კიდე გასაკეთებელი და მე ვიცი რომ ზამთარში გზები არ იგება იმიტომ რომ შეიძლება გასკეთეს კიდევაც ეს მე ვიცი მე ლევანის ეხლა გუშინ წინ მივედი ისა პარასკევს მივედი ლევანისთანი და ეხლა რა გადავიღე ხალხის მოძრაობა და მანქანები სხვათა შორის ჩვენი მოსახლეობის მანქანა იქ არც ერთი არ არის ჩვენ ცოტა შეწეულში ვართ ეზოში აქ არის იფქლის პროკურატურის სააპელაციოს მანქანები ბატონო ირაკლი თქვენ შემოგევლეთ აი ძალიან თხოვთ მე განცხადებას დავწერე მერიაში როგორც თქვენ ახლა არ მიცნო და არ გიპასუხიათ ისე ახლა თქვენ უფრო მიპასუხებთ რასაკურველია და ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები ჩვენ დავდივართ ქუჩაში და კიდე გუშინ ძამის ესე იგი მომცა სიგნალი ახალგაზრდა ბიჭმა და ვეუბნები შვილო გადმოდი და მითხარი სად ვიარო მეთქი და ბიჭი გაგიჟდა მოწე აი გადაღებული მაქვს თუმცა გამოგიგზავნეთ ახლა თქვენი ისა მაგრამ მე მაგ გადაღებული სად წავიდე მეთქი აქეთკენ იფქლის მანქანა აქეთკენ
დისტრიბუტორების მანქანა და შუაში ვდგევარ მე და მის სიგნალებს აწავიდე მე. კი ბატონო და ავდექი და რა გავაკეთე იცით? საიმაზე უკანა საბარგული ქვია ხო? საბარგულზე ავერი და დავდექი და ბიჭი გაგიჟოს არა სასშვებიო. აბა საწავიდე მეთქი ამიხსენი. დიდი მადლობა. აი ესეთი პრობლემა და ერთი ნიშანი რა გახდა რომ ესე იგი ჩავარჯოთ აიმაში და აი გამიგეთ რა ძალიან ვერ მოძრაობ დედაჩეს მაგალითად 90 წლისა და 3 წლის წინ დისტრიბუტორმა დაარტყა მანქანა რა გავაკეთოთ ახლა მადლობა ზარისთვის კიდევ ერთი ნიშანი დიახ მადლობა კიდევ ერთი მსმენელი ყავს და მე ბატონო რობერტო პასუხეთ და მე თქვენთან მოქვს კითხვა მოგესალმებით გამარჯობა მოგესალმებით გოგონა მართალია ახლა ეს რეგიონის დროით არის მაგრამ მე თბილისზე მინდა ვთქვა ყიფშიძის ქუჩაზე ცხოვრობ ყიფშიძის ქუჩა გადაიქცა მეორე ჭავჭავაძის პროსპექტად იქიდან მანქანები ორ მხრივი მოძრაობა შუქნიშანი არის მაგრამ ისეთნაირად არის რომ როცა აქედა შეწყდება მოძრაობა იქიდან უხვევს ესე იგი ძალიან ძნელია და მე კიდე რა იცით ამ ყიფშიძის ქუჩაზე კაცო კუთხეში მიწის ქვეშ გადასასვლელთან მანქანები ტროტუარზე ამას მიხედეთ შუქნიშანი კარგია ძალიან მაგრამ ამდენი მანქანა რატომ დგას ტროტუარზე ჩვენ უნდა ჩამოვიდეთ ქვემოთ ამ დროს უკან მოდის მანქანა წინ მოდის მანქანა ძალიან მოიცით რა ბევრს ლაპარაკობთ ამ რადიოში ტელევიზიაში მაგრამ საშველი მაინც არ დაადგა ამ საკითხს დიახ მადლობა ბატონო რობერტო საკმაოდ ცალიცება თქვენ ვერ არ ხართ პირდაპირ მოპასუხე მაგრამ ორივე ქალბატონს მინდა ერთი გამოსავალი შევთავაზო ესე იგი როგორც ჩანს თქვენი პრობლემა ჩემო კარგებო პატივცემულებო ეგ ზოგად საქართველოს პრობლემაა ზოგადად და თბილისში ხო საერთოდ ვერ გაუვლია ვერც ფეხმძიმეს ვერც ბავშვიან ქალს და სხვადასხვა ეხლა კარგი რაღაც შემოიღოთ საპატრულო პოლიციამ გადაუღეთ სურათები და გაუგზავნეთ საპატრულო პოლიციას ჩვეულებრივად მობილური დააფიქსირეთ ნებისმიერი დამრღვევი ტროტუარზე რო დგას მანქანა იქ გადაკეტილი რო აქვს საგზაო ისა რა სავალი ნაწილი ქვეითების და გაუგზავნეთ საპატრულოში ახლა შეიქმნა იქ სკოლის ჯი არის ხო საიტის მისამართთან პირველ მსმენელს შეგვიძლია ვუთხროთ რომ გაგზავნოს ეს ვინასა სააგენტი ჯია ახლა შეიცვალა პოლიჯი გაუგზავნეთ იქ და მე გეუბნებით რომ ესე იგი მყისიერი ის იქნება იმიტომ რომ ახლა პატრული როგორც ჩანს უკვე ამ ნიუანსებში იმდენად ბევრია დამრღვევი რომ ყველგან და ყველა ნიუანსში ვერ წვდებიან და ჩვენი მეტად არის დარჩენილი როგორც ანუ საზოგადოებრივი მიდგომა საზოგადოების მხარდაჭერა გამჭვირვალეობის პრინციპიდან გამომდინარე ჩვენც მოდი და ჩვენ ქალაქს ჩვენ თვითონ მივხედოთ ოზურგეთია თუ ზუგდიდია თუ თბილისია აი ესე ვეთქვი ამ ჩემს ბატონო ირაკლი თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენთ და პირდაპირ შეხება გაქვთ მოქალაქეებთან რომლებიც მოდიან პირდაპირ გასაჭირით თქვენ მოგმართავენ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა ეს აღმოჩნდა მისამებით მეილს რაც შეხება მოვისმინე ანუ მიღებული ზარები მე მინდა შევეხო ამ ანუ დარღვევებს არ შევეხებ მე მინდა შევეხო ამ ინფრასტრუქტურულ ნაწილს როგორც ვთქვით ეს საგზავნონიშნები მეტნაწილად თბილისში ასეთ ვიზე განაწილებულია და მეტნაკლებად მოწესრიგებულია თუნდაც ბოლო დროს აი უსაფრთხოების კუნძულები რო გაკეთდა ძალიან კარგია მოსახლეობის გადაადგილებისთვის ქუჩებში თუმცა რეგიონებში არის კატასტროფული მდგომარეობა ვინაიდან ამას ეს მტკიცდება ჩვეულებრივად სტატისტიკით ბოლო წლებში სტატისტიკა იკლებდა მაგრამ სამწუხაროდ 2013-ში გაიზარდა და სტატისტიკური მონაცემები გაზელია სწორედ რეგიონებში თუნდაც ქალბატონმაც ეხა რომ ოზურგეთ და რო დარეკა ქურიდან გვირეკავენ ხშირად ანუ მიზეზი მდგომარეობს იმაში რომ ეს შეიძლება თვითონ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გამგებმა მერიამ რაღაც თანხები არ დახარჯოს ამ გზების მოწესრიგებისთვის ეს არის ელემენტარული საგზაო ნიშნის მარტივი დადგმა მარტივი მწოლიარე პოლიციელის გაკეთება რომელიც ხშირად ხდება ამ ავტოსაგზაო შემთხვევის აცილების მიზეზი მე მინდა დღევანდელი ეთერი გამოვიყენო და ვთქვა ჩვენი ახალი პროექტის შესახებ, რომელიც დაახლოებით 2 თვეა დაიწყო. ჩვენი პროექტი ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, USAID-ის დაფინანსებით და ჯიპაგის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ანუ პროექტს ქვია მეგობრული გზები. ნებისმიერი მოქალაქე შეუძლია შევიდეს ვებგვერდზე მეგობრული გზების წერტილი-G. ეს არის ვებგვერდი, სადაც მოცემულია საქართველოს რუქა. შეუძლია გადაუყოს იმ ადგილებს, სადაც საგზავნონიშანი მოუწესრიგებელია, სადაც გადასასვლელი არ არის დახაზული ან დახაზულია და არ ჩანს, ან სადაც თulis მოსახლეობას საჭირო შუქნიშანი აუცილებელია, ან რაღაც ინფრასტრუქტურული მარტივი პრობლემა არსებობს. შეუძლიათ გადაიღონ სურათი, ატვირთონ ამ ვებგვერდზე და ეს ატვირთული ინფორმაცია დაასათავრონ, შემდეგ ეს ავტომატურ რეჟიმში მოხდება უკვე ამ ვებგვერდზე და შავი წერტილების სახით აღენიშნება.
დღევანდელი მდგომარეობა დაახლოებით 120-მდე შავი წერტილია საქართველოს რუკაზე მოცემული. ჩვენ ინფორმაცია გავავრცელებთ როგორც სოციალური ქსელის საშუალებით, ასევე რამდენიმე ტელევიზიაში გადის სარეკლამო რგოლი აღნიშნული კამპანიის წამოწყების შესახებ. და თუ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია უკვე მოცემული ინფორმაცია შესაბამის უწყებებს. უწყებებს რა თქმა უნდა მივაწოდეთ, ჩვენ შეხვედრა ჰქონდა ბოლო დროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტთან, გზების დეპარტამენტთან და ისინი მზად არიან მხარი დაგვიჭირონ, დაგვეხმარონ, თუმცა როგორც მათ განაცხადეს, რეგიონებში თვითონ ასეთი მსგავსი პრობლემები უნდა მოგვარდეს ადგილობრივი მთავრობების მიერ. ანუ თუ ადგილობრივი მთავრობა როგორც წეგან მოსაუბრე ბატონმა კოლეგამ როგორც აღნიშნა, თუ არ მიაწოდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია, ამათ არიციან თუ რა ხდება რეგიონში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ რეგიონში მყოფი უწყებები დაინტერესდნენ ამ საკითხით და მოახდინონ იმ სკოლები იქნება თუ მოსახლეობის დასახლებების პუნქტებიდან ამოიღონ ის შავი წერტილები, მიაწოდონ ინფორმაცია და მოითხოვონ შემდეგ ამისი მოწესრიგება. ვისაც ვთქვათ ინტერნეტთან წვდომის საშუალება არ აქვს, ნომერი არსებობს 91155. შეუძლიათ ამ ნომერზე SMS ნომერის სახით გამოაგზავნონ შეტყობინება აღნიშნული პრობლემის შესახებ და დაუკავშირდებიან შემდეგ იმ ნომერზე საიდანაც მოიწერებიან და გაარკვევენ თუ რა პრობლემაა და ჩვენ გეგმავთ დაახლოებით ალბათ 2 თვის მერე როცა გარკვეული ბაზა შეიქმნება საქართველოს მასშტაბით ეს რუკა ვიმუშაოთ როგორც ცენტრალურ დონეზე ასევე თბილისის მერიასთან და რეგიონებში მუნიციპალიტეტებთან რომ ეს პრობლემა შემდეგ ნელ-ნელა მოგვარდეს. სმენელი ყოს უკაცრავად შეგაწყვეტინეთ ბატონო ირაკლი თქვენთან კიდე გავახსენოთ საფრთხეს. ისე მე გაწუხეთ ბატონო ირაკლი მე დავდე ეს ვიდეო და იცი პასუხი ამივიღე თქვენ აი ხა წაგიკითხავთ. ეს თქვენი პრობლემა თუ შეიძლება უნდა იყოს დასტური გამგებელის. აი ეს იყო 22-ში გავაგზავნე. ვიცით რა არის უკან მოდიოდა პატრული და რო უთხარი გადმოიყვანე ეს პატრული ეს თქვენ მოგწონთ მეთქი და რა ვქნა გინაცვალო და მე ვანახე ვიდეო. თვითონ პატოლს ვანახე, აი პატოლის ნომერიც აქვს, აი აქ დაფიქსირებული და ესე მე პასუხეს. ეს არა, პრობლემა იცით რა არის შემოკაგებო, რომ ერთი ელემენტარული აი ბოძი, რომელსაც ეს ნიშანი იქნება, აი ეს ბოძი, ეს ნიშანი მაქვს სახში. აი ახლა ავდგემი ამ საღამოს და მიამბოთ, აი ხა ჩვენი მეზობლები, ეხლა უკვე თქვენახან ესე გვეუბნებით რომ დაადეთ და ეს არის სისულელი, თვითონ იძახია რომ ეს ჩვენი პრობლემა არ არის. არა, შემოკაგო მე დავდე პირადად. აი ახლა თუ გინდა ჩემი მას მოგცემ. არა, როგორ გეკარდება და აი ხა ამ საღამოს მე ამოვთხრი იმას და მე ჩავდებ იმდე ნიშანს. და დი ხმავინე მომოიღოს. არა, მართლა გავაკეთებ, იმიტომ რომ არ შეიძლება მოძრაობა, იცით როგორ და კიდე ჩვენ ადგილას, ჩვენ რო დავდივართ ჩვენს აი ადგილას, სადაც ტროტუარზე ამოდიან მანქანები, უკან გისიგნალებენ ეს რა წესია ამიხსენით. აი ეს რა არის? იქაც ხო შეიძლება ინფრასტრუქტურის სამინისტროს თუ მიმართეთ. არა, ვისმართო? ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს. სამინისტროს კი არა, მე 4 წელია ამას იმბავშვები, ჩემს სიყვარულებო და პასუხი არ აქვს. დავდგები და თუ ჩვენ არ მოგხედავთ, ისე ჩვენ მიხვდეთ. მე ამ საღამოს ვაპირებ ამის გაკეთებას. ერთი ვინმე ხმა მოიღოს და პატოს გამაჩერებ და მოიყვან და ვიღა დააჯერებინე. ეთერს გარეთ დატოვოთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგაკავშირებთ საგზაო დეპარტამენტს. 555-96-38. აი დამირეკეთ თუ გინდათ. 555-98-96-38 ეკა ბახტაძე. დიახ, დიდი მადლობა. არავით არის არ ამბობ და მოდი და გაანახეთ ყველა ვიდეოს. მე მადლობა. ჩართვა გვაქვს ჩვენ პირდაპირ ეთერში. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ჩავერთოთ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ქალბატონი ნათია ვაშალომიძე. ქალბატონი ნათია, მოგესალმებით. გამარჯობათ. დიდი მადლობა რომ დაგველოდეთ, მადლობა რომ გადაცემაში მონაწილეობას იღებთ. თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ხართ და ბატონი ირაკლის მსგავსად უშუალოდ გაქვთ შეხება მოქალაქეებთან. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ პრობლემის შესახებ? მე შემიძლია ჩვენი ქალაქის მაგალითი გითხრათ, სადაც ფაქტიურად მოუწესრიგებელია საგზაო ფაქტიურად არ არის დახაზული საფეხმავლო გადასასვლელები. რომელ ქალაქზეა საუბარი? ოზურგეთზე საუბრებით ამ შემთხვევაში. არ არის საერთოდ არც ქუჩას არ აქვს ქუჩის მანიშნი, რომელიც მიმართულებას მისცემდა ადამიანებს, რომელი ქუჩასაც იწყება. არ არის მაჩვენებელი თუ სად გრძელდება ქუჩა და სად არის ჩიხი. არ არის დახაზული ბევრ ადგილას პარკირების ადგილები, სადაც აუცილებელია რომ დაიხაზოს და გადატვირთული ადგილია. არის ადგილები, სადაც ქუჩის საგზაო ნიშანი და დახაზული ასფალტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება ინფორმაციულად. ფაქტიურად არ ქვია ამას მოწესრიგებული საგზაო გარემო, რაც ქალაქში არის. დიახ, ქალბატონი ნათია, თქვენ თუ მიაწოდეთ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს, თუ თანამშრომლობთ საგზაო დეპარტამენტთან და თუ აქვთ მათ ამის შესახებ ინფორმაცია? ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რაღაც პროექტები და აქციები და გეტყვით, თუმცა რო გითხოთ ოფიციალურ წერილით მიგვიმართავს უწყებისთვის, ნამდვილად არ იქნება. და რა აქციები არის ყველაზე ახლოს, რას აპირებთ რომ გააკეთოთ? უპირველესი. Алло.
სამწუხაროდ გაითიშა, მე შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ქალბატონი ნადია ვაშალომიძე. ბატონი ირაკლი, თქვენ საუბრობდით, რომ აქცია გაქვთ საკმაოდ მსხვილი კამპანია გაქვთ წამოწყებული საქართველოს მასშტაბით. თუ აპირებთ, რომ აღნიშნეთ, რომ აპირებთ, რომ მერიასთან ითანამშრომლოთ, მაგრამ რაც შეეხება რეგიონებს, იქ უფრო რთულად არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც ბატონმა რობერტმა აღნიშნა, ამ პრობლემას არ თვლის ესე მნიშვნელოვნად. თუ მიყვებით ბოლომდე ამ საკითხს? რა თქმა უნდა, ანუ ეს პროექტი არ იქნება ჯერადი ხასიათის, ანუ ეს ვებგვერდი იმიტომ შეიქმნა, ეს პროექტი არის ერთწლიანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს გაგრძელდეს მომდევნო წლებში. არ შეიძლება ერთი წლის განმავლობაში მოაგვარო ამდენი პრობლემა, რომლებიც რეგიონებში არის და ხალხს აწუხებს. ამის წინ მე მინდა ერთი მაგალითი გავიხსენო, დაგვიკავშირდა ქალბატონი გურიიდან, რომელიც ამბობდა, რომ გზა არის მართლა კარგად დაგებული, მოწესრიგებული, თუმცა როცა სკოლიდან ბავშვი გამოდის და წვიმა იწყება, ბავშვები მოძრაობენ, ტალახში ხო არ ივლიან, ამიტომ გადმოდიან ტრასაზე და მოძრაობს ეს დიდი მანქანები, რაც არის სატვირთოები და რამდენიმე საგზაო შემთხვევაც კი მოხდა. ამ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეპყროთ. და კიდევ ვიტყოდი იმას, რომ ბევრი პრობლემა შეიძლება ძალიან მარტივად მოგვარდეს, თუნდაც ერთი საგზაო ნიშნის დადგმით. თუნდაც გავხსენებდი ერთ საკითხს, თქვა აზოგდითში ვიყავით ამის წინ ჩასვლაზე, პრეზენტაცია ჰქონდა პროექტის და ერთ-ერთმა სკოლის დირექტორმა გითხრა, რომ მწოლიარე პოლიციელი რამენარად იქნებ გაგვიკეთონო. და როგორც ვიცი, დაიგო მწოლიარე პოლიციელი და მანამდე 6 ბავშვი იყო დაღუპული ზუგდიდში, მსგავსი ფაქტით და რამდენიმე ბავშვი დაშავებული და როცა მიმართავდნენ პატრულის თანამშრომლებს, რომ იქნებ გიშველოთო, ეს პატრული დილის საათებში კიდგებოდა, მაგრამ მთელი დღე ვერ დადგებოდა სკოლასთან, ამიტომ აუცილებელი იყო ის გზა გადაკეტილიყო რაღაც შემაკავებელი ბარიერებით. მე კიდევ ერთხელ მინდა მიმართო. მოგვარდა ეს პრობლემა? კი, მე მინდა კიდევ ერთხელ მიმართო ჩვენს მსმენელს და ვთხოვო, კიდევ ერთხელ შემოვიდნენ ამ მეგობრული გზების, თუნდაც ქალბატონი საუბრობდა, ვიდეო მაქვს გადაღებული. სხვადასხვა ეს საიტი იძლევა იმ საშუალებას, როგორც ფოტოები აიტვირთოს, ისე აიტვირთოს ვიდეოები და ეს შემდეგ გამოჩნდება მთლიან საქართველოს რუკაზე. ეს ერთ-ერთი დასტური და ფაქტი იქნება იმისა, რომ როცა ჩვენ მივდივართ ადგილობრივ მთავრობასთან, ჰაერზე და სიტყვით არ ვეუბნებით, რომ ეს გააკეთე და პრობლემა არის, გვაქვს უკვე ფაქტები, ვანახებთ ამას, რომ ეს მართლა თქვენი მოსახლეობიდან, თქვენი რეგიონიდან შემოვიდა შეტყობინება და მე არ ვფიქრობ იმას, რომ ეს პრობლემა ერთ თვეში და ორ თვეში მოგვარდება. ეს ჩვენთვისაც ძნელი იქნება, თუნდაც ის, რომ ჩავალთ, ალბათ მრავალჯერ მოგვიწევთ ჩასვლა, ჩაყვანა ვთქვათ ხალხის, რა თქმა უნდა დაგვეხმარება ამაში ინფრასტრუქტურის სამსრო დიდი იმედი გვაქვს. და ალბათ მომდევნო თვეებში დაიწყება ამის მოგვარება. თუმცა ახლა ერთ და ორ თვეში მართალია ეს არ მოგვარდება. დიახ, ანუ უნდა შეაჯამოთ თქვენი საქმიანობა, როდის აპირებთ, რომ აი ბოლო მაჩვენებლები რომ შეაჯამოთ, თუნდაც მედიისთვის, რომ გახდეს საჯარო რა დაახლოებით. დაახლოებით ალბათ თვენახევრის 2 თვის მერე ეს ვებგვერდზე ალბათ 1-200-მდე მონაცემი აიტვირთება და ჩვენ დავიწყებთ უკვე რეგიონებში გასვლას და რა თქმა უნდა რეგიონებში ყველა რეგიონულ ტელევიზიაში გადის ჩვენი სარეკლამო რგოლი კამპანიის შესახებ და თითქმის ყველა რეგიონი აქტიურია. დაწყებული დასავლეთიდან, აღმოსავლეთის კახეთიდან გადამთავრებული. და ეს შავი წერტილები ზოგი არის მართლა მწვავი და მძიმე, რომელიც მართლა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ზოგი არის ძალიან მარტივი, რომელიც ერთი დღეში შეიძლება მარტივად თუნდაც 1 საათი სამუშაო დროის რესურსის დახარჯვით მოწესრიგდეს. თუმცა მარტო ინფრასტრუქტურაც არ არის და მე გამოვიყენებ ამ ეთერზე და ვიტყვი, რომ არის ცნობიერების სერიოზული პრობლემა. არის შეიძლება ზებრა გადასასვლელი დახაზული, მაგრამ ბევრმა მძღოლმა არის ის, რომ როცა უახლოვდება ამ ზებრა გადასასვლელს, უნდა გააჩეროს. აუცილებელი არაა, რომ შუქნიშანი იდგეს. და სხვადასხვა ახლა ჩვენ პარლამენტმა მიიღო კანონი საგზაო, ადრე იყო კანონი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ. ახლა ეს კანონი საერთოდ გაუქმდა და ახალი კანონი მივიღეთ საგზაო მოძრაობის შესახებ ქვია და ეს კანონი ითვალისწინებს იმ მძღოლების დაჯარიმებას, რომლებიც გადასასვლელებთან თქვათ არ გააჩერებენ ან არ გაატარებენ ქვეითებს არ დაუთმობენ და სხვადასხვა კარგი არის ეს. მიუხედავად ამისა, კი და მიუხედავად ამისა, პირიქით ქვეითებმაც უნდა დაისვან თავიანთი წესები და უნდა გადაადგილდნენ იმ ადგილებში, სადაც ეს დაშვებულია კანონი და ეს უნდა გამოიყენონ. თუმცა კიდევ ერთ ვიტყვი, ყოველთვის მანქანაში ვინც არის ადამიანი, ყოველთვის დაცულია. შეიძლება ქვეითმა დაარღვიოს, მაგრამ მანქანასთვის დისტანცია უნდა ჰქონდეს. მე როცა ვზივარ რკინის მანქანაში, რო ვეტაკები ქვეითს, ყველა ვარიანტში ქვეითი ზიანდება. ანუ რკინაში მყოფი ადამიანი მაინც დაცული არის. ამიტომ ქვეითი მაინც პრიორიტეტია ხო? აბა რა, ამიტომ ქვეითი მაინც პრიორიტეტია და ყოველთვის მძღოლი უნდა იყოს, ასე რომ ვთქვათ, ფრთხილად. მსმენელი ყავს ბატონო რობერტი. მე უნდა შევეკამათო ახლა ბატონ ირაკლის. ბატონ ირაკლის არასწორი ინფორმაცია აქვს და მე ახლა ვიცი. რასთან დაკავშირებით? მსმენელი არ მაპატიებს, ხმა არ ამოვიღო. კანონი პარლამენტმა კანონი კი არ შეცვალა. კანონი დარჩა ისევ.
შესწორება შევიდა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონად რჩება, ჩემო ბატონებო, პატივცემულო მსმენელებო და იქ შეიცვალა უბრალოდ პუნქტებში დამოკიდებულება გამკაცრეს ძღოლების მიმართ. ეს არ არის ახალი, ეს მსოფლიო პრაქტიკაა. ყველგან სადაც არის ქვეითების ზებრა, იქ ყველამ უნდა გავატაროთ ქვეითი. მორჩა უბრალოდ ჩვენთან ამას ახლა კიდე ხელმეორედ გაუსვეს ხაზი, თორე კანონი არ შეცვლილა. კანონი არის ისევ იმ კანონად, როგორც იყო მიღებული 1999 წელს. შეიცვალა პატარა რაღაც შესწორებები გაკეთდა, მათ შორის შესწორებები, რა თქმა უნდა, გაკეთდა ადრე, მაგრამ თვითონ კანონი საერთოდ რედაქტირება გაუწია შენაგან სათაურის კი შეიცვალა კანონის თვლიანად. ანუ ადრე იყო საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი, ეხლა არის საგზაო მოძრაობის შესახებ და ეს პუნქტები განაწილებულია და საერთოდ ამისთვის გაკეთდა, ანუ თლიანად ახალი კანონი ჩამოყარა. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია რომ მოქალაქეებზე უშუალოდ იყოს მორგებული და ყოველდღიურობაში აი და სხვადასხვა უფრო მორგებული კანონი მივიღეთ, ვიდრე ადრე იყო. საერთოდ კანონი ემსახურება საგზაო მოძრაობას კი არა. კანონი ემსახურება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. და ზუსტად ეს კომპონენტი შეიცვალა, უსაფრთხოება ამოიღეს. ჩვენ უსაფრთხოდ ვატაროთ ქვეითიც, მგზავრის და მძღოლიც, ანუ მოძრაობის მონაწილეები. ამიტომ კანონში მოძრაობის შესახებ სხვა არის და მოძრაობის შესახებ ეხება თვითმფრინავსაც, რკინიგზასაც, წყლის ტრანსპორტს, მაგრამ უსაფრთხოების შესახებ საგზაო მოძრაობის აქ უკვე მიმართულია მაინც და მაინც გზაზე, ეგრეთ წოდებულ ტრასებზე მოძრავის მონაწილეების საგზაო მონაწილეების მიმართ. ამიტომ აქ უსაფრთხოებას თუ ამოვიღებთ, მაშინ კარგავს ესმის კონტექსტი იკარგება მისი დანიშვნა, მისი არსი, რაში დიდი ფული იხარჯება მსოფლიოში. გასაგებია, კიდევ ერთი ჩარტო გვაქვს პირდაპირ ეთერში ამჯერად განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი ქალბატონი მარი ჩიქობავა ჩაგორთვება. ქალბატონო მარი, მოგესალმებით. დიახ, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ გადაცემაში მონაწილეობას იღებთ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მოსწავლეებს აქვთ საშუალება სკოლაში საგზაო ნიშნების შესწავლის, ანუ თუ არ ვცდები, ან რაღაც საგანია, ხო, დამატებითი საგზაო უსაფრთხოება. დიახ, მოგახსენებთ. რას მოიცავს ეს საგანი და რა ცოდნას იღებენ მოსწავლეები? დიახ, გეტყვით ამის შესახებ, ესე იგი, ეროვნული სასწავლო გეგმით, რომელიც სავალდებულოა ყველა საქართველოში მოქმედი ყველა სკოლისათვის, განსაზღვრულია ამ საგნის სწავლება. ჯერ კიდევ დაწყებით საფეხურზე სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საგანში ინტეგრირებულია სწორედ ეს საკითხი, მთელი თავი ეთმობა საგზაო მოძრაობის წესების გაცნობას მეოთხე კლასელებისთვის. ბუნებრივია მათი ასაკის შესაბამისად ძირითადი ნიშნების ცნობა, თქვათ გზაჯვარედინზე გადაკვეთა რო ხდება ორმხრივი მოძრაობისას, ტრანსპორტში თქვათ მოქმედების წესები, ასვლა ჩამოსვლის და ასე შემდეგ. გარდა ამისა შეთავაზებული გვაქვს საგზაო მოძრაობასთან და ნიშნებთან დაკავშირებით საინტერესო სახალისო ისტორიები ასაკის გათვალისწინებიდან. რაც მთავარია, იმ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ უბრალოდ კი არ იცოდეს თქვათ ეს რაღაც წესები ან ნიშნები, უბრალოდ კონკრეტულ ვითარებას, როგორ შეუსაბამოს ესა თუ ის მოძრაობის წესი. და ასეთი სავარჯიშოები გაქვთ, ანუ კონკრეტულ სიტუაციებში. ასეთი სავარჯიშოები გაქვთ ზუსტად, რომ ანუ კონკრეტულ სიტუაციაში რა ნიშანი უნდა გამოიყენოს. კონკრეტული სავარჯიშოებით არის სახელმწიფო სწორი სტანდარტზე არის დაფუძნებული და ამგვარად მიმდინარეობს სწავლება. ეხლა რაც შეეხება უკვე ზედა საფეხურზე, მე-11 კლასში უკვე ცალკე დამოუკიდებელი საგნის სახით ისწავლება საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება. აქ რა თქმა უნდა უკვე სრულყოფილად შეისწავლიან მოსწავლეები, ვთქვათ, იგივე ამ საგზაო ნიშნებს, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობებს, ვთქვათ, დასაშვების სიჩქარის ნორმებს, უკვე აქ მოსწავლე სრულფასოვნად შეაფასებს საგზაო მოძრაობის დროს არსებულ პოტენციურ საფრთხეებს, რომ ვთქვათ, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით თავიდან აიცილოს ეს უსიამოვნო ინციდენტები. მხოლოდ საგზაო ნიშნებზე არ არის თქვათ აქ ყურადღება გამახვილებული, ერთი მიმართულება მთლიანად ეთმობა უკვე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, იმიტომ რომ შესაძლოა თქვათ ნებისმიერი ადამიანი ახალგაზრდა მოქალაქე გახდეს თქვათ ავტოსაგზაო შემთხვევის მომსწრე და მან უნდა შეძლოს თქვათ როგორ იმოქმედოს ასეთ სიტუაციაში. და ეს დროებითი მართვის მოწმობებიც ხო ამოქმედა ანუ სკოლაში მშობლის ნებართვით? დიახ, აი მოსწავლე თუ არის 17 წლის ასაკის, მას შეუძლია ამ სახელმძღვანელოს მოყვება თავისი ტესტები, რომელიც სხვადასხვა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დევს თვითონ სახელმძღვანელო ელექტრონულად და თავისი ტესტები
შეუძლია თეორიაში სრულყოფილ ცოდნას გადასცემს პრინციპში სკოლა ამ შემთხვევაში და თუ კი მოსწავლე თვითონ გაივლის პრაქტიკულ სავარჯიშოებს, აი პრაქტიკას, ეს შეუძლია სკოლამაც უზრუნველყოს უკვე შეთანხმების საკითხი 17 წლის ასაკს მიღწეულმა მოსწავლემ შეიძლება გაიაროს გამოცდა და მიიღოს დროებითი მართვის მოწობა და უკვე 18 წლის ასაკს რომ მიაღწევს ის გამოცვლის ამ მართვის მოწობას და აიღებს ამ სრულფასოვან მართვის მოწობას. აი ბატონ რობერტს უნდა თქვენ. ბატონო მარი. დიახ. მე გახლავართ 2001 წელს. დიახ. თქვენი სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოს ავტორი. ჩემი წიგნი შემოვიდა 2001 წელს, გრიფი აქვს მინიჭებული. ქვია საგზაო მოძრაობის წესები, სწავლება სკოლაში. დიახ. მაგ წიგნს თან ახლდა კიდე პედაგოგებისთვის სწავლების მეთოდიკაც, ჩემია ის მეთოდი 2001 წელს. მე უნდა გითხრათ ახლა ეს ხმამაღლა საუბედუროთ რომ ის სახელმძღვანელო რომელთაც ჩვენ თავს ვიწონებთ და მე-11 კლასელებს ვასწავლით ის სახელმძღვანელო არის ნახევრად გაკეთებული. თქვენი მოსწავლეები ჩემთან დადიან და ხელმეორედ მიხდიან ფულს და ვასწავლით უправის თეორიას. ვერ ასწავლი საშუალო სკოლა ისე როგორც უნდა ასწავლდეს, იმიტომ რომ ის სახელმძღვანელო რომლის ავტორი არის დაბრალებული ავტორი სააკაშვილი, იმიტომ რომ სააკაშვილის ბიძაშვილი იყო და ჩემი სახელმძღვანელო განათლების სამინისტრომ იგნორირება გაუკეთა და მოიტანეს რაღაც სისულელები წერია იქა ბავშვებს ასწავლიან გაერო შექმნის ისტორიაზე. რა თუნდა კაცმა უნდა აიღოს მართვის უფლება და ბავშვს რა თუნდა გაერო შექმნის ისტორია მოძრაობის წესებში. ეგ ხო ისტორიაში. ან ბატონო თქვენი აზრით არ არის საკმარისი ცოდნა, რასაც იღებენ ბავშვები? თუნდაც ბაზისთვის, ელემენტარული ბაზა რო შეიქმნა. ბავშვი რომელიც უკვე ემზადება მანქანის სამართავად დასაჯდომად იმას სკოლამ უნდა მისცეს საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია, რაც ამ სახელმძღვანელოში, რასაც ქალბატონი მარი ბრძანებს, საერთოდ ნახევრამდეა მიყვანილი და მე არაფერი აღარ წერია. მე უბრალოდ ეს რა ქვია, ახლა იმიტომ საუბრებით რომ იქნება თქვენ განათლების სამინისტრომ მომძებნოთ რაღაცნაირად, მე საკმაოდ ცნობილი ექსპერტი ვარ ამ საკითხებში და უბრალოდ საქართველოს თქვენ ვერ იპოვით მეორე ავტორს, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობდა, იმიტომ რომ მე სკოლის დირექტორის მომადელე ვიყავი და ისე მოვხდი მილიციაში და ამ საკითხებში უბრალოდ სურვილი იქნება რომ ბავშვებს ცოტა მეტი უფრო დაახვეწილი, უფრო ჩამოყალიბებული სახელმძღვანელო მივცეთ. ბატონო მარი, თუ გაითვალისწინებთ ამ აზრს. ბატონო რობერტ, ძალიან დიდი მადლობა. მე სამწუხაროდ ესე არ გიცნობთ პრინციპში პირადად 2001 წელს ალბათ იმ სტანდარტის შესაბამისად იყო თქვენი სახელმძღვანელო შედგენილი, ალბათ იცნობთ ხო თქვენ ეხა მოქმედ ვთქვათ სტანდარტს აღნიშნები და რაზეც დაფუძნებულია ეს სახელმძღვანელო. ეხლა ერთი რაღაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წელს დავიწყეთ მონიტორინგი სკოლებში. მართალია ჯერ დაწყებით საფეხურზე, მაგრამ აი ამ 2014 წლის მეორე ნახევარში უკვე საბაზო საშუალო საფეხურებზე შევალთ, იმიტომ რომ ერთია ვთქვათ რა არის სტანდარტის მოთხოვნა და მეორეა თვითონ კლასში როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი და სავარაუდოდ ამ საგანსაც ვთქვათ შევისწავლით როგორ ხდება ამ მესამეა კიდე რას ასწავლის პედაგოგი რას ასწავლის ეს გაჭირებული პედაგოგი მასწავლებლებს ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მას შეიძლება სახელმძღვანელო არ ქონდეს, მაგრამ ის ცოდნა მაინც გადასცეს მოსწავლეს და ეს მონიტორინგი ნამდვილად გამოარკვევს ამ ხარვეზებს და ეხლა მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა არის კიდევ 2011-16 წლების და უკვე წელს ვიწყებთ ჩვენ გადახედვას, რევიზიის პროცესს, რომ ეს რაღაცნაირად ძალიან გააზრებული იყოს, სწორედ მოსწავლეების საჭიროებებს მორგებული იყოს და ამ რევიზიის პროცესში აუცილებლად იქნებიან ჩართული შესაბამისი აი ბატონი რობერტის რჩევებიც გაითვალისწინეთ. თქვენ ინიციატივას ნამდვილად გავითვალისწინებთ და აუცილებლად მოგიდგენთ. მადლობა ქალბატონო მარი. განათლების სამინისტროს სურვილის შემთხვევაში მე ჩემი წიგნი ბალტიისპირეთს მივყიდე 2004 წელს. მაშინ რომ შევაჯამოთ ბატონო რობერტ გარკვეულწილად გადაცემა, იმიტომ რომ დრო იწურება სამწუხაროდ. იმიტომ რომ ესე იგი ის ჩვენ შევეხეთ ყველაზე აუცილებელს და ყველაზე ღირებულს, რომელიც ბავშვიდან იწყება და ისა რომ თქვენთვის იქნებოდა კარგი, ჩემის აზრით, არა თქვათ ევროპის და იმის გაზიარება გამოცდილების, არამედ იმ ავტორების და იმ სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც ჩვენ GPI-ში საკმაოდ ბლომად ყავს, ქალბატონო მარი და თუ თქვენ ისურვებთ, მე შემიძლია თქვენ მოვიდე და მოგცეთ შესანიშნავი ჩემი ვარიანტები, მე თავს კი არ გავხევთ რამეს, უბრალოდ მინდა რომ სკოლაში იყოს კვალიფიციური სწავლება ამ საგნის, მეტი არაფერი, მადლობთ. დიახ, ბატონი ირაკლი რომ შევაჯამოთ, იმიტომ რომ აი ბატონი რობერტიც საუბრობდა, რომ სრული ანალოგის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ რომ საქართველოს რეალობა სულ სხვა არის. აი რამდენიმე სიტყვით ჩვენ ევროპული არ გამოგვადგება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ოზურგეთში და თქვა ახმეტაში და ჩხოროწყუში სხვა ინფრასტრუქტურაა, სხვა მეთოდები მუშაობს და ახლა
ის რომ გამოიღებ იმას და გადაიტან ისე ბრმად, არ გვადგება ეს. მე გამოვხმაურებ განათლების სამინისტროს წარმომადგენელს და რამდენიმე სიტყვით მოკლედ მოყვები. 2009 წლებში ჩვენმა ორგანიზაციამ განათლების სამინისტროსთან და ეროვნული შეფასების ცენტრთან ერთად გააკეთა პროექტი, ანუ ჩვენი ორგანიზაცია იყო ამის ავტორი. 2009 წლებში 20,000 ბავშვმა გაიარა ოღონდ პატარებმა, მე-3, მე-4 კლასელებმა და მე-5 და მე-6 კლასელებმა. ორი წიგნი შეიქმნა ჩვენი ორგანიზაციის მიერ, შეიქმნა 10-მდე ფილმი ბავშვებისთვის ასაკების დამმიხედვით, რომლებიც ანდა ზუსტად ამას მოყვა შედეგად ის სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილებში, რომ ჩასვეს პატარებისთვის და ეს ძალიან კარგია და მივესალმებით. თუმცა მონიტორინგი რო იწყება სკოლებში და მსგავსი საკითხები ძალიან კარგია, ჩვენც ვახორციელებთ სკოლებში ჩვენი ორგანიზაცია წარმომადგენლები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და როცა კვლევა ჩავატარეთ იმ ბავშვებს შორის რომელმაც გაიარეს ეს კურსი და ვისაც არ გაუვლია 85% იყო სხვაობა ანუ ცნობიერებაში ბავშვებში და მივესალმები ამას და კარგია თუ გააგრძელებენ. ბატონო ირაკლი, სმენელების თხოვნა იყო თქვენი საიტის მისამართი თუ შეიძლება რომ გამეოროთ და მეგობრული გზები წერტილი G და 91155 მეგობრული გზები წერტილი G 91555 91155 გასაგებია ძალიან დიდი რადიო სმენელები ჩემთან მომდებათ Facebook-ზე მომძებნეთ რობერტ იანტვილიძე ავტოექსპერტი ვარ მისმობ საკმაოდ სოლიდური გასაგებია ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის ჩვენი დრო მოიწურა. მე შეგახსენებთ რომ დღეს რეგიონებში საგზაო ნიშნების გაუმართლობაზე ვსაუბრობდით ამ თემაზე. საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, დირექტორი ბატონი ირაკლი იზორია და ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში ბატონი რობერტ იანტბელიძე, ასევე გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში გვერდებოდნენ განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარი ჩიკობავა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქალბატონი ნათია ვაშალომიძე. პირდაპირ ეთერში მუშაობდით თქვენთვის მე ხატია ჯამალაშვილი, ჟურნალისტი ანი არჩვაძე, გადაცემის პროდიუსერები დავით ნიკაშვილი და ხათუნა რეხუიაშვილი, ხმის რეჟისორი თეა ბიჭაშვილი. გადაცემის ჩანაწერის ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ საზოგადოებრივი რადიოს ვებგვერდზე Radio 1.G. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ. რეგიონის დროით გადაცემას წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ჯიპაკის პროგრამის მხარდაჭერითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.